ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართა დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ფერიცვალების ტაძრის მგალობელთა გუნდი მაყურებლის წინაშე ანსამბლის სტატუსით წარსდგა. ანსამბლმა მსმენელს განახლებული პროგრამა შესთავაზა. შესრულდა უძველესი ქართული საგალობლები, რომელიც ანსამბლმა მოიწია და პირველადი სახით აღადგინა. დღევანდელ კონცერტზე მაყურებლის წინაშე მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი მსახიობად წარსდგნენ. კონცერტი ბათუმის ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ჩატარდა. ჩვენ შევეცადეთ, რომ აი ქართული ტრადიციული მუსიკისთვის და ქართული ტრადიციული შემსრულებლებისთვის ამ გზაზე პატარა ნაბიჯი გადავდგეთ ანსამბლ ფერიცვალების ტაძრის გუნდთან ერთად და ვიხარია, რომ ეს შემოქმედებითი ურთიერთობა შედგა და ეს არაჩვეულებრივი ბიჭები ჩვენ ეს გავამხნევეთ ეს ხალხი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. იმიტომ რომ აქვს სიყვარული ამ საქმის და ნამდვილად ხარდაჭერა ჭირდებათ მათაც და ამ საქმესაც. ძირითადად ადგილობრივი ფოლკლორი წარუდგინებ მაყურებლის წინაშე. ძალიან მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ აი ასეთ გამოსწორ ხალხთან მივიდეთ მონაწილეობა. ერთგვარი ჩვენი ანსამბლის პრეზენტაცია გახდა დღესდღეობით და მადლობა ღმერთს, რომ ჩაიარა ძალიან კარგად და ფრინვალ შთამბეჭდავად რომ იყო ეს ყველაფერი.